დიახ, საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ილია მეორესთან დაკავშირებით ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილს ივანიშვილის გუნდმა არ მისცა შესაძლებლობა უკანასკნელ გზაზე გაეცილებინა პატრიარქი, რომელთანაც წლების ურთიერთობა აკავშირებდა. გაიხსენა სააკაშვილმა წარსული, თქვა რომ ბიძინა ივანიშვილს პატრიარქი არასდროს ხარებია. ისა გაიხსენა ივანიშვილთან მისი საუბრები პატრიარქთან დაკავშირებით, როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ბოლო წლების განმავლობაში იზოლაციაში მოაქციეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ჯერ ციანიდის სკანდალი შეუთითხნეს მას, შემდეგ რუსეთიდან ჩამოიყვანეს პირი, რომელმაც დაუსვა მოსაყდრე, ეს არის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც ხდომათა დარბაზში გააკეთა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, შემდეგ სააკაშვილმა ისაუბრა კრებსებთან დაკავშირებით, აღნიშნა რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არასდროს არ უსმენდნენ საპატრიარქოში ყოფ არც ერთ პირს, არ უსმენდნენ პატრიარქს. ახლა კი სააკაშვილს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს რუსეთის დავალებით ახალი პატრიარქი დანიშნოს, როგორც სააკაშვილი აცხადებს, ამ სპეცოპერაციაში ჩართული არის სუსიც. ეს არის ის რომელიც ავარცხელი, რომელსაც შეგავხომეთ ძალიან მოდიზე ხარ გამოსვლისი. გუშინ ვინც ქართული მიწას მიაბარეს ჩვენი სულიერ მამა, სულიერ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. ეს ის არის ჩვენი იდენტობის ნაწილი. ასევე იყო ჩემი მეგობარი. გუშინ იყო ფარისევლების შემოსევა მის გასვენებაში. ყველაზე მეტად ორი ადამიანი ეზიზებოდა ივანიშვილს. ეს არის პატრიარქი და მე არაერთი მქონია მასთან პირადად საუბარი ამ თემაზე ივანიშვილთან, მე არ დამიწყე ასოს ყოველთვის იწყებდა და ამთავრებდა პატრიარქის გიდებით ლანძღვა და უშველი. უნდა გვესმოთ, რომ პატრიარქის ბოლო წლები ივანიშვილმა უქცია მაგდროულად. ჯერ იყო და აუგორეს ციანიდის სკანდალი, რომელიც სულთა სპეცოპერაცია, ჩამოვიდა მილანიოს რუსეთიდან და დაუნიშნა პირდაპირ მაყურებელი საპატრიარქოში, ისე რომ სხვა მეუფეებს არაფერი არ ეკითხეს, გეგმას კრებსების სკანდალი, სადაც აღმოჩნდა პატრიარქს უსმენდნენ. მე მინდა უბრალოდ თქვა, რომ ეს წარმოუდგენელ რაღაცას. ჩვენ დროს სპეცსამსახურები ახლოსაც არ ეკარებოდნენ უკიდურესად ფიქრებდნენ ეკლესიის საკითხში. ეს არის სრულიად ხელშეუხებელი სფერო. ესენი უსმენდნენ თელი აზარტით და თელი ძალიან აქტიურად. და პატრიარქი მოაქციეს აბსოლუტურად სრულ იზოლაციაში, მისი სახელით ჩადიოდნენ რაც უნდა მათ და რუსეთს. ახლა როდესაც ივანიშვილი გათავისუფლდა პატრიარქს, ახლა ამ ეკლესიის ამ სპეცოპერაციის საბოლოო ეტაპი დგება და ეს საბოლოო ეტაპი არის ქართული ეკლესიის განადგურება, იმიტომ რომ ქართული ეკლესია არის საბოლოო საქართველოს იმუნიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი. ივანიშვილის ნებისმიერი ინსტიტუტი არის მიუღებელია, მიუღებელია სახელმწიფო, მიუღებელია ეკლესია, არსებობს მხოლოდ პუტინი და ის და მისი კერძო სახელმწიფო. და ახლა ვარ ამ საბოლოო სპეცოპერაციის მონეტარ პატრიარქს ზარდების ზარდმონა სადაც გააკეთეს. ეხლა უკვე სულში შექმნია შტაბი, შექმნილია პატრიარქი გამოსვლები 2 საათში გზადდება ეკლესიაში ნაბესობის ეგზარქოსის დასვა და შემდეგ ეკლესიის განადგურება. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ბოლო შეხვედრა გაიხსენა 2017 წელს, როდესაც გიული ალასანიასთან ერთად მან მიაკითხა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს გერმანიაში. როგორც სააკაშვილი ამბობს, პატრიარქი მას სთხოვდა სულ რომ დაბრუნებულიყო საქართველოში და როდესაც ის ჩამოვიდა და პენიტენციურ დაწესებულებაში აღმოჩნდა, თავდაპირველად როგორც სააკაშვილი ამბობს, ილია მეორე მას წერილებს უგზავნიდა, თუმცა შემდეგ ქართულმა ოცნებამ უზღუდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის წერილები გაეგზავნა. დღესვე სააკაშვილმა თქვა, რომ მას აქვს ინიციატივა, რომ კანონიზაციის საკითხთან დაკავშირებით დაიწყოს აქტიურად სამზადისი. სააკაშვილი ამბობს, რომ ილია მეორე წმინდანად უნდა იყოს შერაცხული, ამიტომ ის ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს და მოუწოდებს ყველას, რომ სწორედ ჩაერთონ ამ ინიციატივაში აქტიურად. თუმცა დარწმუნებული არის, რომ ეს რაც მას სურს ივანიშვილს არ მოეწონება. ასე რომ საჭიროა ბრძოლა, საჭიროა გამბედაობა, რაც შეეხება პატრიარქს. ვისაც უნდა დაიწყო, ეს არ დაიწყო და ამ ჯოჯოხეთში გაწიეს. მე მოვაწილე ეს მიმართვას, რომ დაიწყოს მისი კანონიზაცია, მისი წმინდანად გამოცხადების პროცესი. მე გამიხადებოდ თქვენ შეუერთებით ამ პროცესს. თუ სიცოცხლეში ჩავდეთ პრაქტიკულად
თუ ასე გუყარდეთ ამდენი ხალხი იყოს რაღაცნაირად ჩავუდეთ ამ სოების ბრბოს საჭიში ამას მაგრამ უნდა ახლა მაინც სიცოცხლის მერე გავუკეთოთ რაღაცა და არ გავაკეთოთ ეს ხება მანიპულაციის სქემა იმიტომ რომ ივანიშვილს ესეც არ მომდება იმიტომ რომ მას ავტორიტეტი არ ჭირდება არც სიცოცხლის და არც სიცოცხლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბევრს აქვს განცდა, რომ ახლა ჩიხში არის პროცესები, თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ახლა ბრძოლის პროცესში არის სრულიად ერი, ბრძოლის პროცესში არის ოპოზიცია, ბრძოლას სჭირდება მეტი გამბედაობა, კომფორტის ზონიდან გასვლა და მეტი მოქმედება. ეს იყო განცხადებები, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მის სასამართლო პროცესზე გააკეთა. საქმე ეხება 7 ნოემბრის ეპიზოდს. მიხეილ სააკაშვილმა სისხლის სამართლის საქმეებზე ისაუბრა რის გამოც პოინტენციურ დაწესებულებაში არის გამოკეტილი მან თქვა რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში მას ყველა მუხლით ბრალდებას მოუხსნიდნენ ეს კი ის მუხლები არის რომელიც ოთარ ფარცხალაძეს ხელმოწერით არის სწორედ მის წინააღმდეგ აღძრული მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ რაც გააკეთა განცხადება სასამართლო პროცესზე სხდომა დატოვა ახლა დაიწყება სასამართლო პროცესის მოწმეთა გამოკითხვა პროკურატურას დღეს 7 ნოემბრის საქმეზე ერთი მოწმე ყავს გამოსაკითხი